Teraz მოგესალმებით, ეს არის MMA News-ი, მაგრამ არა მხოლოდ სპორტზე საუბრობთ, ასევე საინტერესო თემატიკებს განვიხილავთ, რომელსაც აქ კვეთა სპორტსმენთან და სპორტულ ცხოვრებასთან. დღეს ძალიან გაგვიმართლა, ჩვენთან ერთად არის ლევან ჭედლიშვილი. ბევრი ალბათ იცნობთ TikTok ვიდეორგოლებით, საკმაოდ საინტერესო თემებს განიხილავს, мотивация, ცხოვრებისეული საკითხები და მეც ლევანის გამომწერი ვარ. როგორ ახარ ლევან? გამარჯობა. სპორტულად და გამოიყურები კიდევაც ძალიან სპორტულად, ძალიან ჯანსაღად. მაყურებელს მინდა გავაცნო, ლევანი არის აქტიური სპორტსმენი, სადღაც უფრო ახლოს პროფესიონალთან უფრო ახლოს ხარ, ეხლა გამომდინარე შენი მიღწევების და შედეგების და მაჩვენებლების სპორტში, ვიდრე მოყვარულთან. ზამთარში ერთად სიწყალში ჩავდიოდით, ვარჯიშობდით ერთად და რა ვიცი, სირბილი არის ძალიან კარგი ფსიქოთერაპია. ანტისტრესი, შეგვიძლია დავარ. ძალიან მაგარი. იმ პერიოდში მჭირდებოდა დავარბოდი, შემდეგ აღარ დამჭირდა და აღარ დავარბიდი. ლევან, შენთვის სპორტი ახლა ძირითადი მიმართულება არ არის, შენ ხარ დაკავებული ბიზნესით, მაგრამ ამ წუთში კონკრეტულად რა საქმიანობ, რამოდენიმე სიტყვით? ეხლა მე და ჩემი გუნდი წარმოვადგენთ ძალიან დიდ ამერიკულ კომპანიას საქართველოში. დიდი საერთაშორისო კომპანია. საინტერესოა, იმიტომ რომ სამ განსხვავებულ რაღაცას ავითარებს, შენ არ იცი ეს ინფორმაცია. განსხვავებულს რატო? ერთი მიმართულებაა ტურიზმი, იმოგზაურო იაფად. ანუ შეიძინო სასტუმროები, ბუკინგზე და სხვა პლატფორმებზე კიდევ უფრო დაბალ ფასად. როცა დაგჭირდება სადმე წასვლა მითხარი. აუცილებლად. მეორე მიმართულება არის უცხოეთს არის საუბარი. ყველგან. აჰა. მეორე მიმართულება არის აკადემია, სასწავლო. აი მაგალითად ახლა არის პრობლემა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტს, ბევრს უჭირს შემდეგ თავის პოვნა დიპლომით და სპეციალობით. მაგრამ არსებობს ისეთი სფეროები, რომელიც ტრენდულია, აქტუალურია და სადაც ფული შოვნა შეიძლება. აი წარმოიდგინე არის აკადემია, რომლის არსი არის ფული გამოიმუშაოს სწავლის პროცესში. მეც რაღაცებს ახლა ვსწავლობ. ეგ საინტერესო არის. ეგ პირდაპირ ხედავ ეფექტს, ხო? ხო, კი. კარგია. კომპანია თვითონ გაძლევს ტიპსებს, მიმართულებას, პროფესიას და თან გამოცემე ეს უკვე ჩვენთან იკვეთება ჯანსაღი ცხოვრების წესი სპორტი. პრემიუმ ხარისხის საკვები დანამატები. და საუბარი ესეც საკითხზე, როგორც აი კარიერული ზრდა სპორტში და რამდენად შესაფერისი არის ამბიციური ადამიანისთვის, რამდენად ხელს უწყობს თუ ხელს უშლის, აი იგივე ოჯახის შექმნა. მე აგიხსნი რას გულისხმობ, ძირითადად აი მე რომ მაქვს მიზანი სპორტში, მიწევს დილით ვარჯიში, საღამოს ვარჯიში, მთელი დღე ვაკეთებ ანალიზს თუ რა დავხვეწო, რა გავაკეთე უკეთესად კვებაზე, ანუ აბსოლუტურად ვარ გადართული ჩემ საკუთარ თავზე. ეს არის საკმაოდ ეგოისტური ცხოვრება. ბუნებრივი არის ეს ეგოიზმი და შენი აზრით არის თუ არა ესეთი მაგალითი, როდესაც ოჯახი ეხმარებოდა პირიქით ოჯახის შექმნა ადამიანის კარიერულ ზრდას და წარმატებას სპორტში. იმიტომ რომ მე მახსენდება ძალიან კარგი მაგალითი, ეს არის კონორ მაგრეგორის ცოლი, ძი, რომელიც არის ჩემთვის მართლაც მაგალითი. რადგანაც აი თავიდანვე, როდესაც კონორსი არავინ არ იყო და მუშაობდა დამლაგებლად, ეხმარებოდა ფინანსურად, ეხმარებოდა მორალურად, ფსიქოლოგიურად და ჩათვალე რომ ეხლა სად ბრძოლები წესების გარეშე და სად ქალის ინტერესები, მაგრამ თავისი ცხოვრება გადადო იმისთვის, რომ მის ქმარს გაეკეთებია რეალიზაცია და გამختارიყო ის, ვინც არის დღეს. აი შენი აზრით, აი როგორ შეიძლება ამის გადაკვეთა და პრინციპში თუ იკვეთება ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, ჩემი ნაწილი ჩემი გამოცდილებით, ნაწილი ჩემი შეხედულებით, დაკვირვებით არ ვფიქრობ, რომ ყველა ქალს შეუძლია გააკეთოს ის, რაც კონორის ცოლმა გააკეთა. ეხლა არ ვიცი როგორი ურთიერთობა აქვს, იმიტომ რომ იდეალური ოჯახი რჩება. ხო, არ ვიცი, გარედან ყოველთვის ხო იცი სოციალურ ქსელებში ყოველთვის იდეალური ჩანს. ეგეც შიგნით რა ხდება? მე მჯერა რომ კი. მაგრამ რთულია ძალიან უცხორო ადამიანთან, რომელიც არის შეფხობილი თავისი საქმით. რაღაც აზრით ხო? ხო, თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო
ნებისმიერ სფეროში. უნდა იყოს შეპყრობილი, უნდა იყოს გადართული, უნდა იყოს ფანატიკოსი. სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევ, არანაირი დაბალანსებული ურთიერთობა ამას ხელს ვერ შეუწყობს. შენიდან გამომდინარე ხომ მეც გაგვიждები და ვხედავ ხო რამდენადაც ვცდილობ თუნდაც იგივე პოდკასტებს როგორ წერ, რამდენ საქმეს აკეთებ, ჩხუბობ, ემზადები, ვარჯიშობ. მე მოვედი გულახდილად, ხო ხვდები რომ ჩემ პრობლემებზე მოგივა. ვიტყვი რომ გაგიკვირდება, მაგრამ ბანალურად ეხლა 32 წლის ვარ და მე ვერ ვიხსენებ ჩამოყალიბებულ ურთიერთობას, რომელიც მქონოდა მე და რომ შემეძლო მეთქვა რომ შეყვარებული გოგო მყავს. რადგანაც მთელი ეს პერიოდი, ანუ სწავლობდი და სპორტში ვიყავი, ან მხოლოდ სპორტში ვიყავი და ბიზნესში ვიყავი. მე საქართველოში რომ გადმოვედი, ანუ თავიდან დავიწყე ყველაფერს აწყობა და რაღაც შევეჩვი ამ ყველაფერს და მარტოობას. და ამ მარტოობაში ანუ ვარ კონცენტრირებული ამ მიზნებზე. შენ ყავს ოჯახი, მაგრამ ამასთან ერთად ასწრებ სპორტშიც იყო საკმაოდ აქტიურად, რამოდენიმე მიმართულება გაქვს ბიზნესში და ალბათ როგორც უფრო გამოცდილ ადამიანს ესეც შეგეკითხებოდი. ნახე. ჩემ შემთხვევაში, ჩემი ძირითადი საქმიანობა, რასაც მე ვაკეთებ, ოჯახური ბიზნესია. და როგორ გაქვს ეს ოჯახური? ეს ხო თავიდან ერთად ვაკეთებდით, ანუ ჩემი მეუღლე ანუ შენ გაიცანი ამიტომ ჩემი მაგალითი ეტალონური არ იქნება, ანუ მე არ მომიწია რაღაცის დათმობა, არც ჩემს მეუღლეს არ მოუწია რაღაცასთან შეგუება. ასე იყო თავიდან. მაგრამ ყველა ვარიანტში, როდესაც შენ ფანატიკურად აკეთებ შენ საქმეს, მაგალითად შენ აკეთებ შენ სპორტს, ხო? რაღაც დონეზე ეს ხო არ გაგრძელდება მთელი შენი ცხოვრება ამ ამას. ნუ რაღაც ეტაპი იქნება ცხოვრების, კი. შესაძლოა შენ ამას უძღვნი და ერთჯერიან დღეს იძახი რომ ამე მივაღწია, რასაც მინდოდა. იმ მომენტში შენ ხვდები რომ ეს ფაზა, ეს ეტაპი შენი ცხოვრების დასრულდა და მე იხსნები სხვა შესაძლებლობებისთვის. და მე ვფიქრობ რომ არ უნდა მოახდინო ფორსირება და ეხლა არ უნდა იფიქრო იმაზე რომ რაღაცნაირად შევათავსო ოჯახი შევქმნა და თან სპორტით დავკავდე. ხო, შენთვის ეხლა ჩემი აზრით შენთვის კეთილი არის სპორტი, შენ გინდა რომ იქ გააკეთო ის რაც გინდა რომ გააკეთო, არ ვიცი რა, მაგრამ შენ გააკეთე გადაწყვეტილი გეთხოვა. და ეხლა გადაუხვიო და რაღაცნაირად დაბალანსებული ურთიერთობების აწყობაზე იფიქრო, ჩემი აზრით არ იქნება. რთული არის. ანუ ჩვენ მივდივართ იმ საკითხზე, რომ მაგ რაღაც მოცემული დრო, ხო, რომელიც მე უნდა გადავანაწილო, გამომდინარე ჩემი ინტერესების და პრიორიტეტების, ხო, ესე გამოდის. სხვანაირად გეტყვი, ნახე, ის ცეცხლი რაც ახლა შენ გააქვს, 40 წლის ასაკში აღარ გექნება. ნუ, ხო, სხვანაირი იქნება, კი. სხვანაირი იქნება. 40 წლის ასაკში სიბრძნე გექნება, მაგრამ ცეცხლი, რომ აი მე იმედი მაქვს, რომ ცეცხლი 40 წლის მექნება. არა, მაგ ცეცხლზე არა მაქვს საუბარი. აი, ქართულად არ ვიცი სიტყვას როგორ თქვა. აი ეს მუხტი, შემართებით რო აკეთებ. მივხვდი, აზრი დავიქე. მიღწევის სურვილი აღარ გექნება. ანუ ამ პერიოდისთვის შენ უკვე დასრულებული, დამწიფებული იქნები და მე სხვა ინტერესები გაგიჩნდება და სანამ ეს გააქვს, არ უნდა გაჩერდე ჩემი აზრით. უნდა გააკეთო ის რაც ჩაფიქრებული გაქვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ საუბარი არის ოჯახის შექმნაზე იმ ადამიანთან, ვისაც სხვა ინტერესები აქვს. ან არსებობს, ნუ მე როგორც ხვდები ხო, ან შენი მაგალითი, როდესაც თქვენ გაქვთ საერთო ინტერესები. ასევე აი რომ ვიხსენებდი ძის, ანუ კონორის მეუღლეს, ეს არის მესამე ვარიანტი, როდესაც მეუღლემ გადადო თავისი ცხოვრება და გადაწყვიტა რომ ესეთ მაგალითი შენი აზრით ქართულ კულტურაში შესაძლებელი არის? რამდენად ფიქრობ? კი, ვფიქრობ რომ შესაძლებელი არის. კი, რა თქმა უნდა. მინდა რომ ესე იყოს, რომ ოჯახი იყოს რაღაც ერთი გუნდი, რომელიც მოძრაობს საერთო მიზნისკენ. მით უმეტეს ადამიანის, რომელიც გიყვარს, ეს უნდა იყოს რაღაც დადებითი მოვლენა შენ ცხოვრებაში. ნუ, საკმაოდ რაღაც პრაგმატიკულად უდგები და შეიძლება ძალიან უდგები, იცი როგორ რაღაც საკუთარი ინტერესებისგან გამომდინარე, მაგრამ ცხოვრებაში რაღაც ნაბიჯს რო აკეთებ, ამას ხო სიკეთე უნდა მოქონდეს. როდესაც ოჯახი იქნება მაშინ როცა ერთმანეთი უყვართ. კი. როცა ერთმანეთი უყვართ, ამ სიყვარულს ქვია ჰორმონალური სიყვარული. კი, ჰორმონები დუხდუხებს და ერთმანეთი უყვართ.
მაგრამ ეს ჰორმონალური სიყვარული დროებითია. და რაღაცა პერიოდის მერე განელდება. და როცა განელდება, მერე თუ არა აქვს ორივე სიბრძნე, რომ შე როგორც თქვი, გახდეს ერთი გუნდი, ერთი ინტერესებისკენია, რომ შემდეგ ესეთი ოჯახი ხდება ხოლმე როგორც ჩუმი ჯოჯოხეთი. აჰა. დაინტერესოა. იმიტომ რომ ქართული კულტურა ახან ვაჩვენეთ საქართველოში ყველა არა, ბევრი. არის ესეთი ბევრი სიტუაცია, როდესაც სტუმრისთვის იდეალურია ოჯახი. კი, გარეთ სტუმარი რო აღარ არის, შიგნით რა ხდება? და ეს რომ არ მოხდეს, რა თქმა უნდა იყოს გუნდი, უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა იყოს ერთმანეთის აზრის, მოთხოვნილებების, შეხედულებების გათვალისწინება, საუბარი მსჯელობა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შენ და შენი მეუღლე გახდებით საუკეთესო მეგობრები, თუ გაგიმართლებს და თუ გახდებით, მაშინ კი ოჯახი იქნება. ისე ჩემი აზრით. აი როგორც კაცს რომ იცი სიტყვა, რომ ეს ამას მე გავაკეთებ, ხო? მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად იგივე ფასი აქვს შენ სიტყვას, რომელსაც აძლევ ქარს. კი. მე ალბათ იმიტომ რომ ბოდიში შენ როცა კაცი როდესაც სიტყვას აძლევ, ხო. შენ სიტყვას აძლევს საკუთარ თავს, რომ საკუთარ თავს, კი. გამშვება ის აძლევს სიტყვას, შენ სიტყვა თქვი, მორჭა. კი, ანუ და ესეხება იმას, რომ არ ღალატობ, ხო, არც ფიზიკურად, არც სხვა მხრივ. ჩემი აზრით შეიძლება რომანტიკი ვარ ამ თვისში, მაგრამ უბრალოდ გოგოებს მოეწონები. უბრალოდ ნომერს მიუთითებ ვიდეოს ქვემოთ. უბრალოდ ესეთი შეხედულება მაქვს, რომ კაცი თუ აძლევს სიტყვას, კაცს ადამიანს და მით უმეტეს თუ ეს ადამიანი გიყვარს და ამ ადამიანზე შენ გაქვს ისეთი პოზიცია, რომ იცავ ამ ადამიანს, ხო, ესე გამოდის შენ კაცი ხარ და შენ იცავ უფრო სუსტ ქალს. შენ ამ სიტყვას არ უნდა გადაუხვიო. მე ვერ ვიხსენებ ისეთ მაგალითს, როდესაც კაცმა გადაუხვია და ამით ურთიერთობა არ გაფუჭებულა. რაღაც მიცემულ სიტყვას არ ღვევ. ანუ რაღაც პრინციპს არ ღვევ თქო. ეგეთი შეხედულება მაქვს. ამიტომ მე ვცდილობ ცხოვრებაში, რომ თავშეკავებული ვიყო რაღაც სიტყვაზე, ხო? ანუ ამას გავაკეთებ, ამას ვიზამ, თუ აძლევს სიტყვას ადამიანს, ამ სიტყვას უნდა მიყვე. ეგ მნიშვნელოვანი არის. ეგ კაცის თვისება არის და ეს კაცის ხასიათს ამჟღავნებს. უბრალოდ მინახავს ხშირად ესეთი მაგალითი, ну, სპორტსმენები საკმაოდ ტემპერამენტული ხალხია. მე არ ვამბობ ამ წუთში ცოლზე, მაგრამ ვამბობ ურთიერთობაზე შეყვარებული. ძალიან მყავდა მექალთანე ძმაკაცი, აი ძალიან მექალთანე, რა ვიცი, ეგეთი ესეც ვერ ვიხსენებ და იმ დონეზე შეჩვეული იყო ამ გოგოების მოთვლი. იცი როგორ, ანუ ხო იცი, აი სად ხარ და რა ვიცი, აი აგერ ვარ კაფეში და რაღაც ეგეთი. იმ დონეზე შეჩვეული იყო, რომ იცი რა შევამჩნიე, უბრალოდ აი შენი აზრი მაინტერესებს, რომ დროთა განმავლობაში ეს პროფესიად, მე სპორტიდან წავიდა, მაგრამ პროფესიად გადაიქცა, ხო ხვდები და აი ესე რომ ხო იცი ორ სიტყვაში რომ მოაგვარებ საკითხს, ლამაზად მოატყვილებ, ეგეთი საუბარი უკვე ეგეთ საუბარზე იყო შემჩნეული კაცებთანაც, ხო ხვდები. ანუ იმ დონეზე ეჩვევი ამ ტყუილს და გაძვრენას, რომ სხვაგანაც ეს გამოყოფ თავს. ჩემი აზრით. ალბათ. ჩემი აზრით, ალბათ. ლევანის მეუღლე უყურებს ამის. არში. თლამაზეც ვერ ვისაუბრებ, ხო? კარგია. მობს უამრავი სპორტსმენი, აი დევიდ ბექჰემი გავიხსენოთ, უამრავი მებრძოლი ტიტო ორტიზი და ასევე არის ესეთი ქალი მებრძოლი მიშა ტეიტი, რომელსაც ყავს მეუღლეც UFC-ში ჭუბობდა. ეგ საკმაოდ ისეთი არის, არაორდინალური ოჯახი, მაგრამ ბედნიერები არიან და უბრალოდ წესები არ არსებობს. წესები ხო არ არსებობს. ადამიანის უცდილობს რომ რაღაცა წესები შეიმუშაოს, რაღაცა შაბლონები, რაღაცა ტრადიცია, მაგრამ არ არსებობს წესები. ცოტათი რომ ოჯახურ თემას გადაუხვიოთ, აი როგორც საქმეში, როგორც სხვადასხვა სფეროში, ისევე სპორტში ხშირად არსებობს რომ არ არის კარიერული ზრდა. აი ავიღოთ MMA-ის მებრძოლი, ხო, ჩემ მაგალითზე, ნებისმიერი სხვა მებრძოლის მაგალითზე, რომელიც 2 წელი, 3 წელი, 4 შეიძლება 10 წელიც დგას ერთ ადგილას. ცხოვრობს საქართველოში, აი რაღაც ჭუბები აქვს პერიოდულად საქართველოს მასშტაბით, სადღაც ვიღაც შეთავაზებს ზოგჯერ ევროპაში, მაგრამ არანაირი ნაბიჯი წინ არ აქვს. აი რისი კითხვა მინდა, უბრალოდ ბევრი სპორტსმენი, დამწყები და მოქმედი
უყურებს ჩვენ არხს. შენი აზრით რა არის იმისთვის საჭირო, რომ გააკეთო ნაბიჯი წინ? ხო, სხვაობა არ არის ახლა შენ ბიზნესმენი ხარ, შენ მუშაობ რესტორანში, მიმტანად თუ სპორტში ხარ. მსგავსი გზა არის გასავლელი იმისთვის, რომ იყო წარმატებული და ალბათ მსგავსი ნაბიჯები. რაღაც შენში უნდა შეიცვალოს და რა არის ეს? საერთოდ თუ კონკრეტულ ადამიანზე ვილაპარაკებთ, მაშინ კონკრეტულ ადამიანთან საუბარია საჭირო, რა ტარაკანები ყავს. აი მოდი ჩემ მაგალითს ავიღებ. შენ ვიცნობ, გამასაც ადევნებდი თვალს. მე ამ ეტაპზე, ანუ ვარ ცნობილი საქართველოში, ვარ წარმატებული სპორტსმენი საქართველოში, ვარ გამაში ჩემპიონი, მაგრამ რას ვეჯახები? მე არ მყავს და პრინციპში ანუ ვის უნდა ყავდეს ახლა ისეთი მეგობარი რომ დაგიძახოს საცხოვრებლად ევროპაში და თანიჭხუმეო, ნუ ეგ უფრო გამონაკლისი იქნება. თავისთავად არც მე არ მყავს ესეთი. მაგრამ მე ვხედავ განვითარებას როგორც ახლა ყველასთვის პიკი წარმატების ეს არის UFC-ში მოხვედრა, მაგრამ როგორ გინდა ახლა UFC-ში მოხვედრა, ამერიკაში ჩადიხარ, ისთან ჩადიხარ და ვერ ვხედავ ამ გზას, რომელიც მე უნდა გავიარო. მაგრამ ამასთან ერთად მე გადავწყვიტე, რომ იმ მასშტაბში, რომელშიც ახლა ვარ, მე გავაკეთო მაქსიმუმი და ვფიქრობ, რომ ეს გამომივიდა. ცნობადობის მხრივ, გამარჯვების მხრივ ეს გავაკეთე, მაგრამ აი შემდეგ შემიძლია ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაუნჯობესო, მაგრამ ეს არ მომცემს რაღაც დამატებით ბონუსებს, ხო? მაინც დავრჩები იგივე გონორარებით, იგივე ცნობადობით, ხო, გიცნობდა ახლა 10-დან 5 კაცი მიცნობს 6 დაუშვათ, მაგრამ დიდად არაფერი არ შეიცვლება. აი, რა უნდა გავაკეთო შენი აზრით იმისთვის, რომ დიდი ნაბიჯი წინ გავაკეთო? რომ შენთან დავიწყე ვარჯიში კუსტბაზე. კი. შენ ქონდა შენი სამყარო იქ შეაწყობილი. კი, აბსოლუტურად ბედნიერი სამყარო. და მე შევესწარი იმ მომენტს, როცა ის ჯიხური დაიწვა. კი, დამწუხარებ. და როცა ის ჯიხური დაიწვა, შეგქონდა ძალიან დიდი სტრესი და გეტყობოდა. ტრაგედია იყო შენთვის, იმიტომ რომ შენი აწყობილი სამყარო დაიშალა. 10 წუთში დაიწვა ყველაფერი განადგურდა. და შემდეგ შენს ცადე იგივე ადგილზე გამყარება და არ გამოვიდა. კი. თითქოს ცხოვრებამ გითხრა რომ გეყოფა აქ აღარაა შენი ადგილი და ამის მერე მოხდა ბიძგი რომ გაგიკეთებინა ის რაც მერე გააკეთე. მაგის მერე გამოჩდი გამაში, ხო ეგრე იყო? კი, კი, აბსოლუტურად კი. მაშინ გამოდის რომ შენ თვითონ ვერ მიიღე, ანუ შენ თვითონ ვერ გაბედე რომ გაგერისკა და ძლიერი ნაბიჯები გადაგედგა და ცხოვრებამ პანღური ამოკრა და დიდი ხანი გავჩერდი ერთ ადგილზე. დიდი ხანი გაჩერდი ერთ ადგილზე. და ამ შემთხვევაში ხო არავინ არ იცის გამოგივა თუ არ გამოგივა, მაგრამ მაინც უნდა გარისკო. კი. იმ შემთხვევაში თუ ცხოვრებამ პანღური არ ამოკრა, შენთვის რომ ცხოვრებას პანღური ამოეკრა, მაგრამ ყოფილიყო გვიანი, იმიტომ რომ ასაკი გადის და გვიანი შეიძლება. კი, გავისწავლოთ. მაგრამ ზუსტად გაგიმართლა და ზუსტად იმ მომენტში მოხდა, როცა უნდა მომხდარიყო ეგ რაღაცა რაც მოხდა, ხო? კი. მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა რომ დაელოდოს და როგორ თქვა, თუ არ გინდა რომ დარჩე გამართლების ლოდინში ხო? ხო. მაშინ უნდა გარისკო და ეს გარისკვა ნიშნავს იმას, რომ უნდა აიღო შენი თავი და დადო იქ, სადაც პერსპექტივა არის და მე შეხედო, აბა რა გავაკეთო, გამომივა არ გამომივა, იმიტომ რომ ხანდახან გამოდის ხოლმე ისე, რომ ჩვენ გვინდა რომ ლოგიკურად ყველაფერი გავთვალოთ. კი, აბსოლუტურად ეგეთი მიდგომა მაქვს მე. გაქვს კი, მაგრამ რაღაც მომენტში ის გამოცდილებას გაქვს, რომ არალოგიკურმა მიგიყვანა შედეგამდე. კი, ხაოსურმა, აი ხაოსში იმ მომენტში შენ მოხდი ქაოსში და ქაოსში როცა ხვდები, როცა გაურკვევლობაში ხვდები ადამიანი შენ იწყებ ხა ველაფრის კეთებას ქაოსურად, სტიქიურად იწყებ ქმედებას და მე ხვდები რომ აი აქ და იპოვე ნაბიჯი მყარაცადად დადგი, მე მეორე, მე მესამე და გამოვიდა. და ის მაგალითები როცა ვთქვათ მერაბის მაგალითი ხო? ხა მერაბის და ილიას მაგალითი რო ავიღოთ, ხო, სულ რადიკალურად განსხვავებული მაგალითებია, იმიტომ რომ ილიას მშობელმა შეუწყო ხელი, ხო? მახსოვს ინტერვიუში თქვა, რომ 16 წელს მივედი მამაჩემთან, მე და ჩემი ძმა და ვთხარი სკოლა აღარ გვინდა 15 წელს ასაკში და მამამ გითხრა, კი ბატონო, იმიტომ რომ მშობელი ხედავდა, რომ ამათ მართლა ცხოვრობენ დარბაზში. მერაბი არის ჩემთვის ჯადოქარი, ანუ ადამიანი, რომელმაც ფილმი უნდა გადაიღოს მერაბიზე 100%-ით, კი. ორივე მაგარია ცალსახად, მაგრამ მერაბის ისტორია ლამაზი გამოვიდა, რაღაცნაირად საიდან სადამოყო თავი. და მერაბი სულ რისკში იყო, ანუ სულ ზღვარზე დადიოდა, ხო? სულ ზღვარზე დადიოდა, სულ ზღვარზე და გააკეთა. ამიტომ შენ როცა გინდა გარღვევა გააკეთო ნებისმიერი სპორტსმენი, შენ უნდა ზღვარზე იარო.
შეიძლება გადავარდე და არ გამოგივიდეს, მაგრამ ეს ამათ ღირს, იმიტომ რომ შეიძლება გამოგივიდეს. და 80% 80 არა, ალბათ 95-98% ადამიანების ვერ დადიან, ანუ ვერ ბედავენ ალბათ. გაბედულობა. თორე შენ ძალიან კარგად იცი სპორტში შეიძლება შენი მოწინააღმდეგეს ტექნიკაც მეტი ქონდეს, ძალაც მეტი ქონდეს, არ ვიცი, კოუჩიც მაგარი ყავდეს, მაგრამ ტატამზე დადგეს და თავში არ იყოს გამბედაობა და უკვე წაგებული. კი, მართალი ხარ. შეიძლება რომ ეს პრინციპი აი ცოტა რაღაც ეზოტერიკული შევიტანეთ ამაში, ხო, მაგრამ შეგვიძლია რომ თქვათ, იმიტომ რომ მე ესე ვიქცევი ბოლო წელიწად ნახევარია, აი რაც ყველაზე მეტად მაშინებდა, იქ მივდივარ. ალბათ შეიძლება ეს იყოს სწორი მაჩვენებელი იმის რომ სწორად მივდივარ. მე ვფიქრობ რომ ეგ არის ერთადერთი სწორი გზა როგორც უნდა იცხოვროს ადამიანმა, იმიტომ რომ უსაფრთხო ცხოვრება, მაშინ დივანზე უნდა იჯდა ტელევიზორს უყურო. კომფორტულად, კი. მოდი შევამოწმოთ, აი, ხოიწენება და მოვაქცინოთ. так, ყველაფერი კარგად არის ძალიან. ანუ პირველი კრიტერი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, ეს არის წახვიდე იმ მიმართულებით, რაც ყველაზე მეტად იწვევს შენში შიშს. ეგ შეგვიძლია ესე ვთქვათ. ნახე, იმ მიმართულებით უნდა წახვიდეს, სადაც გამოცდილება გააქვს, ну ხა თუ სპორტზეა საუბარი გასაგებია. კი, ნუ ლოგიკურად, მაგრამ რაღაც სიახლისკენ, რაც უნდა გააკეთო ის, რაც არ გაიგეთო. მე გეტყვი რატო ესე ჩამოვაყალიბე, რადგანაც აი სანამ გამაში გადავწყვეტი რომ მეჩხუბა, ხომ მქონდა სახელი, მიცნობდა ბავშვები, დიდები მიცნობდა და როგორ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ ჩემო მოწინააღმდეგემ გამომიწვია, თან გამომიწვია ისე რომ პასუხოდ ვეღარ დავტოვებდი და თანაც ისე მოხდა, რომ ეს გახდა ყველაზე მოსალოდნელი ბრძოლა საქართველოში. ანუ ეს იყო, იცი როგორ? კაი დაწყება იყო. დაწყება იდეალური იყო, მაგრამ მე სხვა მხარეზე ვამბობ, ეს იყო დიდი სტრესი იმ ხრივ, რომ აი ტაქსში დავждდებოდი, მეკითხებოდნენ, როდის ჩხუბობ, ხო? გარეთ გავიდოდი მეზობლები, აპა როდის არის ჩხუბი, ხომ და ცემო. გავიდოდი იმას ვაკეზე მივდიოდი კუსტვაზე, დიდი ბანერი არის ჩამოკიდებული პასუხისმგებლობა და ანუ მოლოდინი არის რომ ჩატარდება ჩხუბი, ჩემ პირველად ჩხუბო და არ გაქვს ვარიანტი რომ წააგო, ხო ხვდები? ანუ ყველა გაწვება. გელოდები. ყველა გაწვება, ტაქსისტები მეუბნებოდა შენზე ფული გვაგდადებული. შენიც კოეფიციენტი იყო 3 და რაღაც და საკმაოდ კარგი ფული. ჩამირიცხე მაგ ფულები. რატო არ ჩამირიცხე, რავი? უბრალოდ ეს იყო დიდი შიში. ხო შემეძლო რაღაც მომენტში მე თქვა რომ აი ტრავმა მივიღე და რაღაც. თავი და მეზღვია თავი რომ რა თმინდა ეხა რაღაც სახელის შელავხვა და ვიღაცამ გამლა. ხო ხვდები, მაგრამ გადავწყვიტე რომ რაც უფრო აი იმაზე წავედი, ხო იცი რაღაც ცოტა სადიზმზე, რაც უფრო მტკინეული არის. უფრო დიდ შედეგს მომიტანს თქო რა და იმ პერიოდიდან იმ მომენტიდან სულ ვაკეთებდი ნაბიჯს აი რამეს რომ მეუბნებოდნენ რაც ჩემთვის იყო იწვევდა რაღაც ესეთ შინაგან შიშს ამისკენ ვაკეთებდი ნაბიჯს ყველაზე სწრაფად ალბათ ეგ შეგვიძლია სწორად ეს სწორი მაჩვენებელი იქნება ნუ რაციონალური არ უნდა დაკარგო რა თავისთავად მაგრამ შიშს მაღალი სართულით იწვევს მაგრამ არ უნდა გადაყრა ხვდებით რაზეც სწორად ჩამოყალიბებული იმ მიმართულებით რომელთაც ადამიანი ვითარდება მაგრამ შიში აქვს რომ გააკეთოს ნაბიჯი სიახლისკენ იმიტომ რომ პრინციპში ადამიანი ყოველთვის გრძნობს რაც გასაკეთებელია და ყოველთვის შეუძლია თავი იმართლოს რატო არ გააკეთოს და ის არის შიში და ის უნდა და ალბათ მეორე პრინციპისკენ მივდივართ ეს არის რწმენა კი ბატონო შენ რადგანაც უნდა გჯეროდეს იმის რაშიც ლოგიკურად დარწმუნებული არ ხარ ლოგიკურად შენ შეიძლება ვარაუდო უფრო შეგიძლია უფრო შეიძლება იცი როგორ თქვა შენ უნდა იმედოვნებდე რომ გამოგივა ეს რწმენა შენ არ ხარ დარწმუნებული მაგრამ გჯერა ეს რწმენა ალბათ მეორე საინტერესოდ განვითარდა ახლა ჩვენი ანუ პირველი არის ეს მოძრაობა იმისკენ რაც იწვევს შიშს ხო შიშის გადალახვა მეორე არის რწმენა შენი აზრით რა იქნებოდა მესამე პარამეტრი მომზადება რას გულისხმობ ამაში მომზადებაში ყველა მზად უნდა იყო ყველაფრისთვის თუ სპორტსმენი ხარ უნდა ვარჯიშობდე პირველი შედიხარ დარბაზში ბოლო ანუ გამარჯვება ითხოვს მომზადებას ეგ ძალიან სწორი პრინციპია ჯეროდეს ძალიან მაგრამ საჭირო მომენტში ხელი არ მოყვეს იმიტომ რომ სულ არ გეყვან პუნქტი დაიღო კი ანუ ყველა შინაგანი მენტალური ფსიქოლოგიური მომენტი
ამატებს და ამრავლებს შენ ფიზიკურ სწორ მომზადებას, ხო, სწორად დალაგებული მომზადება. კარგიანებთან თუ არის შესაძლებლობა. კი, აი ჩვენ საუბრობდით, მე ვაქებდი ძალიან ჩემს წვნელს, მე მაგ ფიზიკურად ძალიან დიდი ძალა ბუნებრივად და მთელი ცხოვრება ამაზე მუშაობდი. და ოდნავ შემიცვალა ტექნიკა, ოდნავ შემიცვალა ხედვა კრივის და ყოველი ახალი ტექნიკის მატება მაძლევდა იმ შედეგს, რომ ადამიანს ვანოკაუტებდი მარტივად, რადგანაც მიცა მიმართულება ჩემ ძალას. და იმასაც მივხვდი, აი ძალიან სწორად დაალაგე, რომ ეხლა დავიწყე სწავლა, ანუ ინფორმაციის შეძენა. მანამდე თუ რაღაც ერთი და იგივეს ვიმეორებდი, ეხლა ხვდები, რომ ვითარდები. მაძლევს ინფორმაციას და ამ ინფორმაციას მე ვაკეთებ უკვე ნაბიჯს წინ, თან ვგზნობ ამ ნაბიჯს. ამიტომ შეიძლება ადამიანი ვარჯიშებზე ხო ვსაუბრობთ, ვარჯიშობდეს 10 წელი და კონდეს შედეგი 0. ეგ შესაძლებელია 100% და შესაძლებელია 2 წელიწადში გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. ეგ მართლა შესაძლებელი არის. ეს მაგალითებიც გვაქვს. შეიძლება ალბათ ითქვას, რომ ის ვინც 10 წელი ვარჯიშობდა არასწორად, მას უფრო გაუჭირდება სწორ რელსებზე გადასვლა, იმიტომ რომ ჩვევაში აქვს უკვე არასწორი რაღაცები. ვიდრე 0-დან აიყვანო ადამიანი და სწორად გაწურთნა თავი. ანუ ეს არის სწორი მიდგომა, სწორი მომზადება, ხო? ძალიან კარგი სამი პრინციპი ჩამოვაყალიბეთ, ეს არის მეოთხე. ველოდები. მეოთხე არის ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაცია. უნდა წარმოიდგინო შენი თავი უკვე იქ, ყველაზე მაღლა, სადაც გინდა რომ იყო. მე მაქვს დანაკითხი, რომ ტვინი ვერ ანსხვავებს იმას, რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ რეალობისგან. და მისგან გამომდინარე, რაღაც ცვლილებები ფიზიკურ დონეზეც ხდება. ხდება კი. ეს კვლევებით არის დადასტურებული, რომ ანუ წარმოსახვითი ვარჯიშიც კი კუნთზე ფიზიკურად გავლენას ახდენს, მაგრამ და ისიც ვიცით, რომ ოლიმპიური ჩემპიონების პრაქტიკაში, ვარჯიშში ჩართული არის მედიტაცია, ჩართული არის ვიზუალიზაცია. მე ვაკეთებ მედიტაციას, ვიზუალიზაციასაც ვაკეთებ, მაგრამ უბრალოდ პრაქტიკიდან გეტყვი, რომ ვიზუალიზაციას, რომელსაც ვაკეთებდი ბრძოლის წინ, იმოქმედა ოღონდ მეორე ბრძოლაზე. ზუსტად ისე მოვიგე, ოღონდ მეორე ბრძოლა მოვიგე, ზუსტად როგორ წარმოვიდგენდი, მარჯვენა დროში აგვიანებს. აი ხო, ეგ სადღაც თვითონ თვენახევრამდე აგვიანებს, მაგრამ მუშაობს. ჯობდა ადრე დაგეცო. ეხლა უკვე ჩადებული არის. სადღაც იჭედება ინფორმაცია და მე ნელ-ნელა თვენახევარში ბრუნდება. ძალიან საინტერესო არის. ლევანი, ასევე მინდა ვისაუბრო შენ მიზნებზე, რა მიზნები გაქვს უახლოეს 2025 წელს სპორტში, შენს ბიზნესში, შეიძლება შენ ოჯახთან ერთად. რამოდენიმე სიტყვა რომ გითხრა. სპორტს თუ გეტყვი, მეტი არ მინდა რომ გავიზარდო. პირველი მაგალითი ბოდიბილდერის, რომელიც კმაყოფილი არის თავისი. არ მინდა, მეტი არ მინდა. ეხლა კარგად გზნობ ძალიან თავს. ჩემ ასაკში იდეალურად ფიზიკურად იდეალურად გზნობ თავს, ამიტომ უბრალოდ მინდა რომ ეს სპორტი დარჩეს ჩემი ცხოვრების რუტინა. რამდენს უждებოდი შენ ყველაზე მეც, შემახსენე? დედლიფტს გეტყვი რა. დედლიფტი მითხარი. შენთან კუსტბაზე 140 კილო ადგილიდან ვერ დავძარი და ეხლა 170-ზე ვარ 100. მეტი ვერ. 170. ეს არის უკვე წოდება შეიძლება ლევანეს მიმარჯვენად. და სირბილი ყველაზე დიდი გზელი მარათონი რამდენი გაგიბრენი? ყველაზე რთული იყო ყაზბეგში 21 კილომეტრი. ყაზბეგში რთული იმიტომ იყო რომ მთაზე ადიხარ ძალიან რთული იყო და რომ მეგონა რომ დავაფინიშე და რა თქმა უნდა პირველი არ ვიყავი, მე 50 ალბათ და 100 მეტრი მქონდა დარჩენილი 70 წლის პაპამ გაგიცა. მალადეც იმ პაპას, რომელსაც 21 კილომეტრი ყაზბეგში აერბინჭა მოერბინა. არა, კარგი გამოცდილება იყო ძალიან. ლევან, მე მინდა გისურვო წარმატებები. ყველა შენ სფეროში, ოჯახთან ერთად, შენს ბიზნესში, სპორტშიც. ძალიან ხშირად ხვდებით ეს დღეები არის, რაღაც კარგი დამთხევა არის, მიხარია შენი ნახვა და ამიხარდება შენი წარმატება. მე კიდე შენ გისურვებ წარმატებებს და ბევრი ბრძოლები და ბევრი მოგებები. აუცილებლად. გამოიწერეთ აუცილებლად ლევანის არხი, ინფორმაციას დავდეთ ვიდეოს ქვემოთ. გამოიწერეთ, დააკომენტარეთ ეს ვიდეო, დაწერეთ აუცილებლად თქვენი იდეები და სურვილები, რა საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ.